გურჯაანის საჭადრაკო კლუბში კახეთის რეგიონის მოსწავლეთა პირადი პირველობა გაიმართა. საქართველოს სპორტის დამსახურებული მოღვაწის გიორგი ქიტესაშვილის განმარტებით ადგილობრივი სპორტული გაერთიანების მიერ დაწესებული მედლების, სიგელებისა და სამახსოვრო თასების მოსაპოვებლად 50-მდე მოჭადრაკე შეეჯიბრა ერთმანეთს. ტურნირი მიზნად ისახავდა იმ მოჭადრაკეების გამოვლენას, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ მოახლოებულ საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში, წარმატების შემთხვევაში კი მსოფლიოსა და ევროპის პირველობებზე. არაოფიციალურ გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი სწორედ ადგილობრივი საჭადრაკო კლუბის წარმომადგენლებმა დაიკავეს. მათ 2 ოქროს, 3 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს медали დაისაკუთრეს. ასპარეზობას თვალყურს ადევნებდა 5 გზის საჭადრაკო ოლიმპიადების გამარჯვებული და ამავდროულად კახეთის რეგიონული ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ნანა იოსელიანი. 2 დღეს მიმდინარეობდა გურჯაანში კახეთის პირადი პირველობა ჭადრაკში. ეს იყო ასაკობრივ ჯგუფებს შორის 18 წლის ასაკში და 14 წლის ასაკში. საინტერესო იყო იმიტაციას ტურნირი, რომ აქ გამარჯვებული უკვე ითამაშებს ფინალში, საპრიზო ადგილზე ვინც გავიდნენ, ფინალში ითამაშებენ საქართველოს პირველობაზე და აი გამარჯვებული კი პირველი ადგილი წავა მსოფლიო პირველობაზე და მეორე ადგილი ითამაშებს ევროპის პირველობაზე. ძალიან საინტერესო ტურნირი ჩატარდა აქ და უფრო საინტერესო გოლის მომავალში განსაკუთრებით საქართველოს პირველობაზე, იმიტომ რომ თავარი აქედან გავიდეს ადამიანი საქართველოს პირველობიდან და იქ უკვე შედეგი უფრო კარგი იდება ხოლმე საერთოდ ასია ქართული მოსწავლეები და ჩვენი ბავშვები ძალიან ძლიერად გამოდიან ევროპისა და მსოფლიო პირველობებზე. საინტერესო იყო ეს ტურნირი იმითაც, რომ ტურნირს ესწრებოდა კახეთის ფედერაციის საპატიო პრეზიდენტი ქალბატონი ნანა იოსელიანი, 5 გზის ოლიმპიური ჩემპიონი, 2 გზის მსოფლიო ჩემპიონი, ვიცე-ჩემპიონი უკაცრავად და ბევრ ტურნირებში გამარჯვებული. მთელი სული და გულით აქ იმყოფებოდა ჩვენი ნანა, მან დააჯილდოვა გამარჯვებული ბავშვები, კარგად ჩატარდა ეს ტურნირი, 50-მდე მონაწილე იყო. აქედან ჩვენ 7 медали მოვიპოვეთ, 2 ოქროს, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაოს медали, თასები ასევე და ასაკობრივ ჯგუფებში, ყველა ჯგუფში ავიღეთ ზოგან ოქროს და ზოგან ვერცხლის მედლები. ძალიან კარგი შედეგი დადეს ბავშვებმა და იმედია რომ მომავალში, როდესაც ჩატარდება საქართველოს პირველობაზე, იქაც დავიკავებთ საპრიზო ადგილს. მინდა ვისარგებლო მომენტით შემთხვევით და სპორტულ გაერთიანებას, გურჯაანის გამგეობას, მუნიციპალიტეტს მადლობა გადაუხადო იმისთვის, რომ მათ ძალიან კარგი პრიზები გააკეთეს, ძალიან ძვირად ღირებული თასები მოგცეს, დიპლომები და მედლები და მხარში გვედგენ მთელი ამ ტურნირის განმავლობაში.